პირველი ამოჭრელი კბილიდან უნდა მოხდეს სტომატოლოგთან ვიზიტი. აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე ბავშვს განისაზღვროს სწორი ჰიგიენის ტექნიკა, სწორად იქნა შერჩეული მისთვის პირისპირში გამოსაყენებელი სავლები, ჯაგრისი თუ პასტა. დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა თანკბილის ჩამოყალიბებაში, ანუ სწორ კბებას ამას აუცილებლად გამიაქციოთ ყურადღება და ასევე მნიშვნელოვანი არის პირველი ვიზიტი დაიგეგმოს დროულად და სწორად. მოგესალმებით, მე ვარ მარიამ გურგუჩიანი, ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი ქირურგი. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. დიპლომის შემდგომი განვითარება გავაგრძელე დენტივერში, დავასრულე ბავშვთა და მოზრდილთა თერაპიის მიმართულება, ხოლო შემდგომ სუბსპეციალობით გადავაბარე და დავასრულე პირისწყლის ქირურგიის მიმართულება. კოლოზი როგორ არის? თავარია ტკივილები ხო ერქანია? ძალიან კარგი, მაშინ მოგზარდით, დავგეგმოთ შემდეგი ვიზიტი და დავაცვლოთ ორგანიზმს. ყველაზე რთული ალბათ ბავშვთა ფსიქოლოგიური მომზადება არის. ძალიან მნიშვნელოვანია პატარებს მივუდგეთ თბილად და მობიერად, რომ მათი პირველი ვიზიტი არ იყოს შიშის ფაქტორი და ტკივილის ფაქტორი. ამაში, რა თქმა უნდა, მშობლებსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. როდესაც პაციენტი მოდის, ბავშვი პირველ რიგში არასოდეს არ უწყობს მანიპულაციას პირველი ვიზიტისგან. ვცდილობთ, რომ ეს გავაკეთოთ პირველი ვიზიტი იყოს უფრო გაცნობიტი ხასიათის, გავიცნოთ მისი ფსიქოტიპი, შევიდეთ კომუნიკაციაში და შემდგომ უკვე გადავწყვიტოთ, როგორ შეგვიძლია ამ პაციენტთან მიდგომა. შემდგომი ვიზიტი ამის შემდგომ ხდება უფრო მიმდობიანი, იმიტომ რომ პაციენტთან აყალიბებ რაღაც გარკვეულ კომუნიკაციას, რაც გიჩენს ნდობას მასთან ურთიერთობაში და შემდგომი манипуляციები არის უფრო ბევრად უსაფრთხო, ბავშვიც თავდაჯერებულია. რა თქმა უნდა, დღესდღეობით მშობლები ძალიან დიდ როლს ასრულებენ სწორედ ბავშვის პირველ ვიზიტში, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, რომ მშობლებს ავუხსნა, რომ არ გამოიყენონ ტერმინი, არ გეშინოდეს, არ გეტკინება, იმიტომ რომ ბავშვები ტკივილის ფაქტორს ეჭიდებიან. ამიტომ უმჯობესია ბავშვებს უსწრაცოს სტომატოლოგი არის მეგობარი. ამისთვის კოპალდენტში არის ყველანაირი პირობა შექმნილი და მორგებული ბავშვების მისაღებად, როგორც ექიმი, როგორც პიროვნება, როგორც ადამიანი, ისეთ უნდა შევხედოთ, ვინაიდან ჩვენ ვართ ის თაობა, რომლის დროსაც საკმაოდ რთული იყო სტომატოლოგიური манипуляციები, უფრო შიშთან, ტკივილთან ასოცირდებოდა და აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ვისაც გამოვლილი გვაქვს ეს პერიოდი, ვცდილობთ, რომ განსხვავებული გარემო შევქმნათ, რათა ჩვენი პაციენტებისთვის უფრო პოზიტიური იყოს ეს გამოცდილება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ადვილი არ არის ნამდვილად კომუნიკაცია, თუმცა საჭიროა მოთმინებით მიუდგეთ თითოეულ პაციენტს, განსაზღვროთ დროში, ესე ვთქვათ, არ ვიჩქაროთ, ვიყოთ მაქსიმალურად მომთმენები და შესაბამისად მივიღებთ იმ შედეგს, რაც ყველა სტომატოლოგისთვის აუცილებელია. კბილების დაზიანებასაც შეეხება, როგორც იცით, ესე იგი ბავშვები და კბილეული განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ არა შოკოლადი, არამედ საწუწნი კანფეტები და ირისის მაგვარი კანფეტები უფრო მეტად აზიანებს კბილებს. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ბავშვებმა ხილი და ბოსტნეული მიიღონ დაუჭრელად, ცოცხალის სახით და არა წვენების სახით, რადგან მაგარი საკვები უზრუნველყოფს პატარების კბილებიდან მათი დემინერალიზებული ფენების მოცილებას. მნიშვნელოვანი არის, რომ პირისწყლის ჰიგიენა დავიწყოთ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, სანამ ამოიჭრება კბილი. საჭირო არის, რომ დავიწყოთ ცავლებების გამოყენება პირისწყლს, ვინაიდან მივაჩვიოთ ბავშვი რუტინას და დავიცვათ, ესე ვთქვათ, შემდგომი რისკებისგან, რასაც ეწოდება მაგალითად კარიესის განვითარება. როდესაც პირველი კბილი ამოიჭრება, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სტომატოლოგთან ვიზიტი პირველი ამოჭრილი კბილის დროს,
რომ ვინაიდან ამ დროს სტომატოლოგის სწორ რეკომენდაციებს მოგცემთ, ასევე გასწავლეთ ინდივიდუალურად, რომელი ჯაგრისი, რომელი პასტა უნდა იქნა შერჩეული თქვენი შვილის პირისგუს ჰიგიენისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი მოხდეს 6 თვეში ერთხელ აუცილებლად, ვინაიდან სახლის პირობებში ვერასოდეს ვერ ხერხდება ისეთი ჰიგიენის დაცვა, რაც სტომატოლოგიურ კაბინეტში. აუცილებელი არის სარძევე კბილების შენარჩუნება გარკვეულ ვადამდე, რათა არ მოხდეს სამომავლოდ კვაკვილთა სისტემის დაზიანება, იმიტომ რომ რადრევად მოცლილი კბილები ეს უკვე დასაწყისია მუდმივი კბილების ჩანასახის არასწორად ამოჭრის და შემდგომი ანომალიების განვითარებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია მშობლებო მაქსიმალურად შეეცადეთ ბავშვებს შეუნარჩუნოთ სარძევე კბილები. ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რისთვისაც მოგვართავენ ხოლმე, არის არასრულფასოვანი ჰიგიენა, ვინაიდან ბავშვი ვერ ახერხებს თავისით ჰიგიენის სრულფასოვნად დაცვას, მით უმეტეს ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებით მიდრეკილები არიან ტკბილეულის მიმართულებით, ყველაზე საზიანო არის საწუთნი კანფეტების ეგრეთ წოდებული კარამელის გამოყენება, მაგალითად, როდესაც ბავშვის ფისურები არის მეტად გამოხატული და ღრმა, ჩამჯდარი ფისურები, შესაბამისად, როდესაც მასზე ხორციელდება ტკბილეულის ფიქსაცია, იჭედება ფისურებში და შემდგომ რაც იწვევს უკვე კარიესის განვითარებას. ამიტომ ამ ასაკში მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ყურადღება მიაქციონ როგორც ჰიგიენას, სტომატოლოგთან ვიზიტით, ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს საკითხს, რომ გაკეთდეს ფისურების ჰერმეტიზაცია, რომელიც არის თანამედროვე მეთოდი. თატეხილი კბილი იწვევს, ესე იგი, კბილის ადგილმდებარეობის ცვლილებას, იმიტომ რომ ადგილი, რომელ ადგილზეც უნდა ამოიჭრას ეს კბილი, ფაქტიურად დაკავებულია და იწყება უკვე ან კბილის მედიალურად, ან დისტალურად ამოსვლა, რაც უკვე გვაძლევს თანკბილვის ანომალიებს. პირველად ბავშვების კბილის მოცვლა იწყება 6-7 წლის ასაკიდან და ეს იწყება ქვედა ცენტრალური კბილების მორყევით. ამიტომ მიაქციეთ თქვენ პატარებს ყურადღება, რომ დროულად მოხდეს ამ კბილების ამოღება. ყოველწლიურად ვცდილობ, რომ ვიარო საზღვარგარეთ, რათა მოხდა კონფერენციებზე, გავეცნო სხვა ქვეყნების მომუშავე ექიმების პრაქტიკებს და ამას ხშირად ვაკეთებ მასალების გაცვლებს, ასეთ საკითხებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაინერგოს საქართველოშიც. ჩვენი კლინიკა მაქსიმალურად აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რაც ესევე გვიმარტივებს სამუშაოს, გარდა ამისა გვიზოგავს დროს. ყოველწლიურად გავდივარ გადამზადების კურსებს, რათა მუშაობა გავხადო უფრო თანამედროვე და მქონდეს უსაფრთხო და საიმედო გარემო ჩემი პატარებისთვის.